ალბათ რომ მეგობრებო დამეთანხმებით ალბათ რომ ასეთ დროს ძალიან ძნელია სიტყვას თავი მოუყარო და რაიმე თქვა ისეთი ღირებული, მაგრამ როცა თვითონ კაცია ღირებული და ღირსეული შეიძლება სიტყვაც ბევრი წამოვიდეს, მაგრამ დღევანდელი დღე მაინც განსაკუთრებულია, იმიტომ რომ წავიდა კაცი, რომელსაც უზარმაზარი სიყვარული მიაქვს ხალხის. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მე ბოლო წლებში, განსაკუთრებით ბოლო 10 წლებშიც კი იშვიათად მინახავს კაცილება ისეთი კაცი, რომელიც მთელ საქართველოს უყრის თავს. დღეს აქ მთელმა საქართველოს მოიყარა თავი. აი ეს პატარა კაცი, რომელიც დააბიჯებდა ალალად, მართლად უწესრიგ კაცი, უპატიოსნესი კაცი, ბურჯად ედგა, დამეთანხმება ბატონი ზურავი, ბურჯად ედგა ქართულ ფოლკლორს. იმიტომ რომ ის ამ მიწიდან ამოსვლილი იყო, ამ წიაღიდან ამოსული კაცი იყო და მას თავის ქვეყანა მარტო ისე სიტყვით და მოსაჩვენებლად კი არ უყვარდა, გულწრფელად უყვარდა და ამ მიწის სურნელი აზრიოდა თვისთან. ძალიან ძნელია ასეთი საყვარელი კაცი, ასეთი საყვარელი მეგობარი. არა მარტო როგორც სპეციალისტი აქ ითქვა და შეფასდა და კიდევ ისამაც თქვა, რომ კიდევ ბევრი რამ შეფასდება მომავალში, მაგრამ თავისი კაცური, თავისი ალალი, თავისი სიყვარულით სავსე გულით დადიოდა და დაგვიტოვა ძალიან დიდი გულის ტკივილი. ხანდახან ესე არის ხოლმე, რომ კაცი უცბად რო კვდება, ასეთ კაცებს მიაქვს ჩვენი გულის ნაწილი. და უცბად რო წაიქცევა კაცი, მერე იყვია რომ რაღაცაერად. აი ესეთი კაცები რომ მიდიან ჩვენი გულის ნაწილი მიაქვს და ჩვენც უახლოვდებით იმ საბოლოო მისამართს, სადაც დღეს ტრისტანი წავა. ჩემო ტრისტან, იმ ძმობაში, იმ მეგობრობაში, რაც ჩვენ გაგვაჩნდა 10 წლების განმავლობაში, შენ იყავი სამაგალითო კაცი და ამ სამაგალითო კაცად დარჩები შენ მუდმივად ყველას გულში, ვინც აქ არის და ვინც აქ არ არის. ვერ მოვიდა, ვერ ჩამოვიდა შეიძლება ბევრი, მაგრამ ის სიყვარული, რომელსაც შენ დადიოდი და იმ სიყვარულს, რომელსაც შენ ატარებდი, ყველას გულშია. მშვიდობით შემოკარგო. სუბუქი იყო შენთვის ის ქართული მიწა, ის საყვარელი მიწა შენი კუთხისა, რომელიც ასე გიყვარდა და რომელსაც ემსახურებ მთელი ცხოვრების მანძილზე. მშვიდობით. იმალო. ქალბატონ გიულიჩ ქარეულს